თქვენი თავი და მედიცინა რატომ გამიჯინეთ? ვაი მართალია ვერ გავიგეთ. ანუ ფიქრობენ რომ თქვენ მედიცინისგან გამიჯნული ხართ, ანუ მედიცინას არ უჭერთ მხარს, რადგან ქიმიურ წამლებს არ აღიარებთ, არ იყენებთ. კი. ანუ ის რასაც ინსტიტუტის პერიოდში და თქვა შემდგომ პერიოდში საწყის ეტაპზე ჩემი საქმიანობის 34 წლამდე კიდევ მახსოვს, როდის პირველად როცა გამიჩნდა რაღაცა მედიცინაში ისე არ ხდება როგორც უნდა იყოს, და სწორედ ეს იყო, როდესაც მე დამემართა 34 წლის ასაკში წითელა, რაზეც ვიყავი აცრილი და კინაღა მოუწიც ის გადამარჩინეს და ჩემგან გადაედო ჩემ უფრო შვილებს, მარიამს და ლუკას და ისინი არ ყავდა არაფერზე აცრილი, არც ერთ შვილი არ ყავს არაფერზე აცრილი და გადაედოთ 2 საათი დაუწია სიცხე 39-დან, მე 43 ხაზი, 44 ხაზი მქონდა, ვერ მიგდებდი სიცხე. 44 ხაზი, 43 და არეული მქონდა ფსიქიკას, მაშინ არ მახსოვს ის პერიოდი, მეუბნებოდი რომ რაღაცებს გოდავდი. ბავშვებს გადაედოთ 2 საათი დაუვიოთ და 39-მდე სიცხე არც კი დაწოლილა და არაფერი პრობლემა არ ქონია და მე 3 დღე ნახევარი ძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მაშინ მივხვდი რომ არც უფრო ძიმე ქონდა, ბევრად უფრო ძიმე გადავიტანე წითელა, ვიდრე ჩემმა შვილებმა. და მაშინ გამისცა, მაშინ აცხადა საჭიროა და იქიდან დაწყებულა დავიწყე ამ ყველაფერს. გამოკვლევა და პლუს დამეწია გზაში ტექნოლოგიური პროგრესი, სადაც აღმოვაჩინე ბევრი რამ, რომელიც სხვანაირად წარმოგვედგინა, სხვანაირად ყოფილა, ბევრი რამაც იმ დონის ტექნოლოგიებით არ იკვლევოდა, შეუძლებელი იყო გამოკვლევა, როცა დღეს თანამედროვე ძალიან მაღალი დონის ელექტრონული მიკროსკოპებით ისეთ სიღრმეებში ჩააწვლა ადამიანი, რომელიც წასულში რომ მოგიყოლა არც დავიჯერებდით, ხო, იმის უნდა ეყოლა. ამიტომ რაღაცები იცვლება და თან მედიცინა ბევრად უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე საერთო კაცობრიობის პროგრესი. ესე მგონია და ამიტომ აქ ბევრი რაღაცა შემეცვალა და კი არ გავემიჯნე. არამედ დავინახე ის თაღლითობები, რომელიც თურმე ვიღაც თქვა რაღაცა ორგანიზაციების განსაკუთრებით ეს არის დიდი გლობალური ფარმაცევტული მაგრამ გიგანტები რაც არის, ხო, საქართველოს შეიტი არ არის. არა არის თქვა ამერიკაში და ანუ აღარ ჩამოთვლივი. მათი ინტერესები აღმოჩნდა ადამიანების ინტერესებზე წინ. და ამას შეცვალა, რამდენჯერმე მოყოლილი ვარ. მე ახალგაზრდობაში მახსოვს თბილისში ვარ 5 აფთიაქი. მათ შორის მე 5 აფთიაქი იყო ვაჟა-ფშაველს სადაც მე ვცხოვრობდი მესამე კვარტალში. პირველი აფთიაქი იყო თავისუფლების მოედანზე. სადაც არ უნდა შესულიყავი აფთიაქში ერთ კაცს თუ იყოვიდი ორ კაცს, მაქსიმუმ რიგი არ მახსოვს აფთიაქში. თელ თბილისს ყოფნიდა 5 აფთიაქი. დღეს 5 აფთიაქი მარტო ერთი შენობის ძირშია და შეხვალ ყველგან რიგია. გავიგდით თქვენ თუ მართალია რომ მაშინ რატომ მოხდა ასე? რა დაგვემართ ასე უცებ, რაც ობრეო ყველა დაავადდა და ავად გავხდით მთელი სოფლიო 9 მილიარდი ადამიანი უცებ. და იქამდე ისეთ ჯანმრთელები იყო და ახლა აღარ ვარ. ხო, მაშინ ამ კითხვის არც კიდე ალბათ ის არის რომ მედიკამენტებით რატო არ მკურნალობთ? მედიკამენტებით კურნალობ როცა არის გადაუგებელი მდგომარეობა ხარ. თუ კბილი არ ხდება გამაყუჩებლის გარეშე შეიძლება ვერ გაიყოს. თუმცა არის საშუალება რომ შეიძლება გაიყუჩოს, თქვა მიხაკის თესლი. თუ გაწუწნი შეიძლება უფრო უკეთესად გაგიყუჩოს, ვიდრე გამაყუჩებელმა კბილის კიბლის დროს. ჩვენი მთავარი მომენტი არ უნდა დავიციკლოთ ეს რაღაცაზე. მედიკამენტები ეს არის სინთეზურად შექმნილი ნივთიერებები. ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები. ჩვენ ვართ ბიოლოგიური არსებები, არა თქვა კიბორგები და კიბერნეტიკული არსებები. ხო, ჩვენი ბუნებრივი შემადგენლობა ითხოვს იმ ბუნებრივის გამოყენებას და არა თქვა სინთეზურად მიღებას. თუმცა სინთეზური შეგვიძლია გამოვიყენოთ თუ სხვა გამოსავალი არ არის. ვიძახი კიდევაც ანტიბიოტიკები საჭიროა გადაუდებელი შემთხვევების დროს. თორსა სხვანაირად ადამიანს ვერ გადავარჩენ. არ შეიძლება რომ იმე სიცხება 38 და ანტიბიოტიკი დავლიე. იყელი გამიწით და ანტიბიოტიკი დავლიე. არ არის სწორი. იმიტომ რომ ანტიბიოტიკის შემდგომ მდგომარეობა იმდენად რთულია რომ ადამიანი თვეები და ხანდახან წლებით რჩება ავადმყოფი. ხო, უკუჩვენება ყველა წამალს ამ უკუჩვენებას ხო ვერ ხედავენ ესენი. თქვენ რომ ნახოთ ჩვენ ფლორაში რაღაც 19000-მდე შტამის მეგობარი ბაქტერიები ყავს, რომ ვიბადებით და ვიწყებთ დედის რძის ჭამას. და საერთო ჯამში ბოროს სიბერეს შეიძლება 5000 არ იყოს დარჩენილი და კიდე ნაკლები. იმიტომ რომ აი ამას უშევ ვანადგურეთ და ჩვენი მეგობარი ბაქტერიები ხშირად გადამწყვეტ ხოლს თამაშობენ ჩვენ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. რომელსაც ჩვენ თვითონ ვანადგურებთ. ანუ ეგ იგივეა რომ მყავდეს მეგობრები, რომელსაც მიყვები და ნელ-ნელა შენ თვითონ ხოცავ და დავრჩებ მეგობრების გარეშე. ხო, ანუ მე მივხვდი და ესე გავიგე თქვენი შეკითხვა, რომ გირჩევნიათ ადამიანებს დაუნიშნოთ ის, რაც ჩვენს ორგანიზმთან უფრო ახლოა და ნატურალურია, ვიდრე ის, რომელსაც აქვს უკუჩვენება. რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა და რამდენი წამალია ხა დღესაც უკვე რა ლიტერატურა გასცეს ყველა მგონია რომ მე ვიგონებ. ახსენე სტატიები წაიკითხე. რამდენი წამალი რომელიც აქამდე მოგონა რომ აუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაღაც სასწაულებს აკეთებდა. არაფერს არ აკეთებს? არაფერს თითქმის არ აკეთებს. აი გავუშვათ ხო ანტიდეპრესანტები. ხო. ჩატარდა ეხლა კვლევები და საერთო ჯამში ეპლაცებო, ანუ ტყუილ ტაბლეტებს რო აძლევდნენ და სინამდვილეში ანტიდეპრესანტ ტაბლეტს რო აძლევდნენ პაციენტების ერთ ნაწილს მეორეს ტყუილ. სხვაობა უკეთესობაში ამასა და ამას შორის 1.8 ანუ ტესტს გულისხმობთ ხო? ხო, რო ჩაუტარდა ადამიანებს კვლევა, რომ თქვა ეს ანტიდეპრესანტი მართლა მუშაობს თუ არა და სხვაობა ყალბ ტაბლეტსა და ანტიდეპრესანტ შორის უკეთესობაში იყო 1.8%, ანუ 2%-მდე. სხვაობა მიცა 2%. ამ ნიშნავს ანტიდეპრესანტი რეალურად თითქმის არაფერს არ აკეთებს. სამაგეროდ ადამიანს ხდის მязზე დამოკიდებულს. ეხლა ესე გკითხავთ მაშინ. თქვენ თქვით რომ გახსენით ლიტერატურა ბევრ ადგილას წერიაო, ან მოусმინეთ ექიმებს, მაგრამ ერთი ექიმი რო ერთს ამბობს და მეორეს? ხო, ნუ ეს ყველა დარგშია, ეხლა მაგას ზად დებისმე ხელოსანთან, ხო? ერთი ხელოსანი ეს გეტყვის, მეორეს, მესამეს და რამდენი შემთხვევა მქონია ერთი ხელოსნის მიერ აკეთებ თქვა შელესილი კედელი თავიდან სხვა ხელოსანს გადავალეცინე. ხო. კი ბატონო, ეს ამას ჩვენ ვერ ავწდებით, ამას ვერ აზრობს ვერ შედგა. კაი, მაშინ მე როგორ გავიგო, რომ ის დაუჯერო? ყველაზე კაი გამოსავალი არის, ეს არის შედეგი. იმ ექიმთან რო ვიყავით, რა მიიღეთ? ახლა ბევრი ჩემთან მოწვა, აი ვიარე იმას ემე თურქეთში ვიყავი და საჯავი ჩემთან მოხდი. ანუ იმიტომ მოხდი, რომ ვერ მიიღე შედეგი, ჩემთან რა გინდა, ჩემთან ჯანმრთელი ადამიანები. ავხდებიან პოზიციას. ანუ ხტები ისინი მოიარა ნახევარი სამყარო და შედეგი ვერ მიიღო და მე ჩემთან მოდიან. ის რაც მე ვისწავლე ინსტიტუტში დღევანდელი თანამედროვე სწორი მედიცინა დიამეტრალურად განსხვავდება საერთოდ სხვა მიმართულებითაა სინამდვილეში. თუმცა სინამდვილე სხვაგანაა, თუმცა ჩემ დიდ პრეზენტაციებზე დარბაზებში ვატარებ დიდ ხალხში, მაგ მოყვანილი ესეთი მაგალითი, რომელიც ისრაელის ექიმებმა ჩაატარეს გამოკვლევა და ეს იყო 1972-75 წელს. წარმოიდგინე რამდენი 50 წლის წინ და კიდე მეტ, ხო? როცა ისინი უკვე მაშინ იძახდნენ მოსახლეობის პირობითა ჯანმრთელი რაოდენობა არის 12%. ანუ 88%-ია დავადებული ერთი ან რამდენიმე ქრონიკული დაავადებით. ეს ხდება 50 წლის წინ, როდის იძახდნენ ისრაელში ცნობილი ექიმები და მათი გამოკვლევის შედეგი იყო. ამას პრეზენტაციაზე რო ვიძახდი, ყველა ესე მიყურებდა. როგორ სულ 12%-ია, თან პირობითა ჯანმრთელი რაც ნიშნავს, რომ მას ჯერ არაფერი არ გამომდის, შეიძლება ისიც ქრონიკულად დაავადებული უბრალოდ მან არ იცის. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ 100% ასივე ქრონიკული რაღაც დაავადებას არ არის ადამიანს არ ვიცნობ, რომელიც იტყვის, აი საერთოდ არაფერი არ მოწუხებდა იდეალურად ვარ. ხო, სამწუხაროდ კი.